ეს გასაგებია 2x2 4, მაგრამ ჩვენ უბრალოდ რა უნდა ვქნათ? ჩვენ უნდა დავიწყოთ უკვე რადიკალური ზონა. აი ტრამპმა რა გააკეთა? მივიდა, USAID ფაქტობრივად გააჩერა. CRU გააჩერა, კაცო, CRU დაზვერვის სამსახური, იმიტომ რომ შიგნით იყო ჩანერგილი ბევრი ამერიკის მოღალატე. ამერიკის დაზვერვის სამსახური გააჩერა, კაცო. კაცმა განათლების სისტემა დაანგრია ის სამინისტრო. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ესე იგი, ასეულობით სკოლის მასწავლებელი, დირექტორი, განათლების მუშაკი, რომლებიც პეტიციას მოაწერეს, ხელი მთავრობა ჩამოვაგდოთო და ბიძინა ძირსო და რაღაცაო, დღესაც თანამდებობებზე არიან, იცით თქვენ? ხო, მაგრამ მე როგორც მაქვს ინფორმაცია დაიწყეს ამ ადამიანების ესე ვთქვა სამსახურდა გათავისუფლება. ეს არ არის, ეს არის ძალიან ზღვაში წვეთი ერთეულები. აქ არის უყურეთ კონგლომერატი, სად არის ბოროტების ბუდი არის განათლების სამინისტრო. აი რაღაცა ის 8 ფეხა რო არის, ხო იცი? 8 ფეხას თავი. 8 ფეხას თავი არის განათლების სამინისტრო. დიახ. განათლების, ეხლა ჩვენ იქ მასწავლებლები, კი, ვიღაცები, ეხლა მაგალითად ერთ-ერთი ეს მასწავლებელი, სხვათაშორის თქვენ ახლა ნახსენეთ, მოდი შევეხები მეც ამ თემას. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აი ეს ქალბატონი, რომელიც ოლეოლა და დედის ტრაქს უაგინებდა ჩვენს და მთელ საქართველოს, აი ეს განთავისუფლდა. ნახეთ. რამდენიმე პროცესი გაიმართება ამ სასამართლოში. მე მაქვს ასეთი განწყობა. ოლა, კოცების დედისნა. ეს ქუთაისის მშვენება, ქალბატონი როინიშვილი, ეს ქუთაისის მე-6 სკოლაში ასწავლიდა თურმე, დაწერა მეო გამიშვესო. და ეს ქალბატონი გაუშვეს სამსახურიდან, კი ბატონო. მაგრამ ეს ეხლა ამისი გაშვებით ეგეთი როინიშვილები ძალიან ბევრი არის სხვათა შორის. მაგრამ ვინ შეუშვა ეს როინი? ქალი, რომელიც ესე იგი დედის ბოდიში და ოლეოლა და დედისისაო. ეხლა წარმოგიდგენიათ ეგეთი მასწავლებლები რო გვეყოლება ჩვენ და იმიტოა ეს ბავშვები რო არიან. აი ეს აქციები რო იყო, სკოლის მასწავლებლები წერდნენ ბავშვებო წავედითო. ვერ გავიგე გენინსპექცია ხო არის ბევრი ეხა ბატონო დავით თქვენს ეხა ადვოკატი მზადებით ეხა სამოხელეო დანაშაულით ეხლა ვიღაცებს კი არ უნდა უშვებდნენ ბორკილები უნდა დაადონ განათლების სამინისტროს მუშა სამოხელეო დანაშაული აბა რა არის გეტყვი სამოხელეო დანაშაული როდესაც ჩვენ დირექტორი მოუწოდებ ბავშვებს რომ გავიდეთ ჩვენ სკოლის განათლების პროცესში ბავშვებს გავიდებთ ქუჩაში ეს ეხა დასაჭერი არ არის ეს ქალბატონი ეხლა კი არ უნდა გაენთავისუფლებინა და ეს როინიშვილი უნდა დაეჭირათ. განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები დასაჭერები არიან ყველანი. ჯერ ეს მინისტრი კიდე კაცმა არის ის საიდან მოიყვანეს, ეს იყო ადეიშვილის ხელის ბიჭი. ეს იყო კაცი, რომელიც ელექტრონული ხელმოწერა ჰქონდა ჩაბარებული ზურაბ ადეიშვილისგან. აი ამ მინისტრზე მაქვს საუბარი. წარმოგიდგენიათ ხალხო ადეიშვილის როგორი დობით სარგებლობდა რომ ელექტრონულ ხელმოწერას აკეთებდა ზურაბ ადეიშვილის როგორ მოხდა ეს კაცი განათლების სამინისტროდ მაინტერესებს ბატონმა ბიძინამ ყველაფერი ხო არ იცის კაცო ვინ ურჩევს ამ კანდიდატურებს საიდან მოყავთ ეს ხალხი თქვენ და ეს კაცი გაუშვებს ახლა იმ ნაცებს იქიდან ის მისი არ იყოს ხო იცი მე ჩემ ესაო რა ქვია ჩემშვის ხო არ მოვჭერიო კუცო არა იმისი არ იყოს და თავისი მებს ხო არ ნაცებს ხო არ გაუშვებს იქიდან არა სამწუხაროდ განათლების სამინისტროში ბავშვებს იქ სკოლაში ჩამოახსნევინეს ჯვრები და ხატები იმიტომ რომ ესო აქო სხვა კონფესიის ხალხიც არისო და დღეს თქვენ რომ მიხვიდეთ ვერცერთ სკოლაში ვერ ნახავთ ხატსა და ჯვარს ხო ეგ რა თქმა უნდა ხო და ამიტომ ვიძახი ეგრე მარტივად აქტუალიზაცია უნდა მოხდეს თქვენ რო ლაპარაკობთ ეს გასაგებები და ესო თქვა გავიგე მაგრამ თქვენ რო ლაპარაკობთ ეს სამწუხაროდ და იოლი გასაკეთებელი არის თქვენ შიგნით არის ლიბერალები და მე მაინტერესებს კიდე როდემდე უნდა იარსებობს ამ გენდერულმა საბჭოებმა აი საკრებულოებში რო არის და იმებში პარლამენტშიც რო არის რა უნდა ტრამპმა ესე იგი იმისი არ იყოს გამოიღვიძეთ ხალხო ტრამპმა დაანგრია ეგ სისტემა რა დროს გენდერული საბჭოები კი არ უნდა იყოს დემოგრაფიული საბჭოები უნდა იყოს დემოგრაფიული საბჭოები უნდა იყოს ანუ აქ ჩვენთან კიდე ვერ ჩამოაღწია ეთყობა იმ ტრამპის იმან რაც გააკეთა ტრამპმა ამერიკაში ჩვენ კიდე ეთყობა ველოდებით რომ ტრამპი გამოგვიგზავნის წერილს გააუქმეთ გენდერული საბჭოები მოახდინეთ რეორგანიზება განათლების ამას ველოდებით ჩვენ თბილად არიან თბილად იქ არა ამას ველოდებით